ვით არ გამოუძიებელ არიან განკითხვანი, ანუ მსჯავრნი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი, გამოუკვლეველ არიან, ვერ მიხვდები ღვთის გზას. ვერც სხვაზე, ვერც საკუთარ თავზე. ჯაბა რა ვქნა ადამიანი წყვის, დაემორჩილო. მიუტევე უფალსა ზრუნვა ის შენი და მან გამოგზარდო შენ. დაუთმე უფალს, ეს ფსალმონის სიტყვებია. გესმით? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღვთის განგებულებისადმი მორჩილება. ადამიანი რა სასაცილოა, გაუგია ქრისტიანს მორჩილება სათნოებაო და რაღაც თუ ღმერთს არ ემორჩილები და მის განგებულებას ადამიანს როგორ დაემორჩილები? მოყვას როგორ დაემორჩილები? არა და მორჩილება ეს არის უნარი, რომელიც ან გაქვს, ან არა გაქვს. აი ეს სანახევრო მორჩილება არ არის სანახევრო რწმენა არ არის. ისე როგორც სანახევრო ორსულობა ქალისა ორსულობა არ არის, ან არის, ან არ არის. ასევე არ რწმენა, ან სიყვარულის ან არის, ან არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ვერ ვართ ისე და ამიტომ უნდა ვცდილობდეთ, რომ ვიყოთ ამისათვის საჭიროა ზუსტად ის სულიერი ცხოვრების ნიუანსების გათვალისწინება, რომელზეც ყოველთვის გვესაუბრება წმინდა წერილი და 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა.